მშვიდობისა საქართველოს დღეს 15 იანვარია უყურებთ კურიერს 8 საათზე. საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტი აბუ-დაბიში დასრულებულია პრემიერი მდგრადი განვითარების კვირეული 3-ზე სიტყვით გამოვიდა. ლიდერთა დიალოგის მთავარი თემა იყო შუადერეფანი და ევროპისა და აზიის დაკავშირება ენერგიის მეშვეობით. ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო პლატფორმაზე ისაუბრა საქართველოს როლზე, მის სტრატეგიულ ადგილმდებარეობაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ანაკლიის პორტის მშენებლობაზე, შავი ზღვის კაბელსა და ქვეყნის ევროინტეგრაციაზე. მანამდე კი საქართველოს მთავრობის მეთაური არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტ შეხვდა. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების დინამიკაზე, რასაც ხელს უწყობს მჭიდრო პოლიტიკური კავშირები. ირაკლი კობახიძემ ასევე შეხვედრები გამართა აბუ-დაბის პორტების ჯგუფის რეგიონულ დირექტორთან, ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია დამაკ პროფერტის დამფუძნებელთან, კომპანია პრიპკოს აღმასრულებელ დირექტორთან და უმსხვილესი დეველოპერული კომპანია Eagle Hills-ის დამფუძნებელთან. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ის ქართული ეკონომიკის განვითარებას ახალ სტიმულს მისცემს. მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების მე-19 დღე ირანში ქვეყანა ისევ სრულ იზოლაციაში რჩება. ლოკალურად მუშაობს ილონ მასკის Starlink-ი, თუმცა ყველა მოქალაქეს მასზე წვდომა არ აქვს. დახურულია თეირანის საჰაერო სივრცე, გარდაცვლილი დემონსტრანტთა რაოდენობა ბოლო ცნობებით 12,000 აჭარბებს, თუმცა გარკვეული წყაროები ამტკიცებენ, რომ მოკლულია ათობით ათასი. დაღუპულებს შორის არიან ბავშვები, მოხუცები, ქალები და პოლიციელები. ოფიციალური განცხადებები კეთდება მოვლენების ეპიცენტრში. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში სიმშვიდე აღდგენილია. დიპლომატის თქმით, მშვიდობიან დემონსტრაციებს მოჰყვა 3-დღიანი ძალადობა, რომელიც ისრაელის მიერ იყო ორგანიზებული. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში არც ერთი დაკავებული პირის სიკვდილით დასჯა არ იგეგმება. ირანში არსებულ ვითარებასა და მასშტაბურ არეულობას შეერთებული შტატების პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ეხმაურება. დონალდ ტრამპის განცხადებით ამერიკულ მხარეს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ირანში სიკვდილით დასჯის პროცესი შეჩერებულია. კითხვაზე გეგმავს თუ არა ვაშინგტონი თეირანს თავს დაესხას და ამ ფორმით ხელისუფლების შეცვლის პროცესი დააჩქაროს. ტრამპი პასუხობს, რომ ამ ეტაპზე მისი ადმინისტრაცია ისლამური სახელმწიფოდან შემოსულ ინფორმაციას სწავლობს და აკვირდება, რის შემდეგაც მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას. Hello everybody. Thank you. გრენლანდიაში სამხედრო ძალების განლაგება გაფართოვდება. გადაწყვეტილება დანიის შეიარაღებულ ძალებში გუშინ მიიღეს. მიზეზად მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობა სახელდება, რაც ოფიციალური კოპენჰაგენის განმარტებით არქტიკის რეგიონზეც აისახა. გადაწყვეტილება მოიცავს საჰაერო ხომალდების, გემებისა და ცოცხალი ძალის რაოდენობის გაზრდას, მათ შორის ნატოს მოკავშირე ქვეყნებიდანაც. დოკუმენტის მიხედვით ამ ოპერაციაში წვლილს შეიტანენ გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი და ნორვეგია. ამ ყველაფრის ფონზე კი კვლავ გრენლანდიის შემოერთებაზე საუბრობს შეერთებული შტატები. დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ კუნძული ვაშინგტონის დაქვემდებარების ქვეშ უნდა გადავიდეს და ამ ყველაფერს დანია წინ ვერ აღუდგება. უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსული დარტყმების სიმძიმის გამო სექტორში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის დარტყმების შედეგები ძალიან მძიმეა, რასაც კიდევ უფრო ართულებს ამინდის გაუარესება. სარემონტო ბრიგადები, ენერგეტიკული კომპანიები, მაშველები და კომუნალური სამსახურები ახლა ყველა სადღეღამისო რეჟიმში მუშაობს, რათა ქვეყნის მასშტაბით ელექტრომომარაგება აღადგინონ. აღსანიშნავია, რომ უშუქობა განსაკუთრებით ურთულებს ყოფას რეგიონებს, სადაც ტემპერატურა -20 გრადუსამდეა. ახლა კი საქართველოს პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობა ცხელკვალზე გახსნა. მარჯანიშვილის მიმდებარე ქუჩაზე მამაკაცმა ბასრის აგნით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 38 წლის ქალს და ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა ის მალევე დააკავეს. მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 34 წლის მამაკაცია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ბრძის სექტორის განვითარების საკითხებზე დარგის წარმომადგენლებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე შეხვდა. საუბარი შეეხო 2026 წელს დაგეგმილ ცვლილებებს, რომლებიც პირველადი წარმოებისა და ცხოველთა გადაადგილების კონტროლის გამკაცრებას, ასევე დამატებით ვეტერინარული ნორმების ეტაპობრივ ამოქმედებას ითვალისწინებს. განიხილეს ნედლრძეში აფლატოქსინის ღრული ნორმისა და წარმოების წახალისების მექანიზმებიც. ჩვენ ქონდა რამოდენიმე საკითხი მიმდინარე გასავლელი იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც დღეს მდგომარეობით არის ბაზარზე და ამ სექტორში ზოგადად და ასევე ვისაუბრეთ იმ სამომავლო გეგმებზე, რომელიც მიმდინარე წლიდან იქნება ჩაშვებული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან და დაიხმარება როგორც ადგილობრივ სექტორს, ასევე საბოლოო მომხმარებლის ინფორმირების კუთხით იქნება წინ გადადგმული ნაბიჯები. გაჟღერდა ის, რომ მუდმივმოქმედი კომიტეტების და სამუშაო ჯგუფები შეიქმნება, რომელიც მომავალში იმ საჭირო საკითხებზე ისაუბრებენ, რაც ზოგადად დარგს აღელვებს. სამინისტრო მზად არის წარმოადგინოს თავისი წინადადებები დარგის განვითარების, კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების ერთი მხრივ, რომელიც ერთობლივად მიმუშავებდა თვლით, რომ ძალიან წარმატებულ ნაბიჯებს გადავდგამთ ამ მიმართულებით. ქართული თეატრის დღე აღნიშნეს ახალციხეში მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ ციკლაურმა, მესხეთის სახელმწიფო დრამატული და ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრების მსახიობებს უმასპინძლა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მსახიობებს პროფესიული დღე მიულოცეს და ხელოვნების სფეროში ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის მადლობის სიგელები გადასცეს. პირველი შემთხვევა, რომ ჩვენმა შესანიშნავმა ქალაქის მერმა აი ეს ერთობლივად შეკრიბა დრამატული თეატრი, მესხეთის და თოჯინების თეატრი. გარწმუნებთ, რომ შესანიშნავ პიესებს, შესანიშნავ დრამატურგიას, შესანიშნავ სპექტაკლებს ვაჩუქებთ ჩვენს მაყურებელს. მინდა მოგევაცოთ პირველ რიგში თეატრის დღე. ეს დღე ჩვენთვის მსახიობებისთვის არის განსაკუთრებული დღე. მადლობა ყველაფრისთვის ქალაქის მერს, ბატონ ვარლამ ციკლაურს. ეს იყო ძალიან დიდი დამსახურება ჩვენთვის. მისი სითბო, მისი ყურადღება. და იმედი მაქვს, რომ ეს გაგრძელდება და იქნება ტრადიცია. 14 იანვარი ქართული თეატრის დღეა, დღევანდელი დღე მიულოცე მესხეთის თეატრის მსახიობებს, შემოქმედებით ჯგუფს, ახალციხის თოჯინების თეატრის მსახიობებს, ადამიანებს, რომლებიც წლებია ემსახურებიან ჩვენს მესხეთს, სამცხე-ჯავახეთს. მე მინდა ყველა თეატრალს წარმატება უსურვო და წინსვლა. 14 იანვარი ქართული პროფესიული თეატრის დღეა და თარიღთან დაკავშირებით ბათუმის დრამატულმა თეატრმა რიგით 157 სეზონი გახსნა. სცენაზე მაყურებელმა დავით კლდიაშვილის ნაწარმოების მიხედვით დადგმული დარისპანის გასაჭირი იხილა, რომლის ინსცენირების ავტორიც გიორგი კაშია. ქართული თეატრის აღდგენის დღე არის დღეს აგრეთვე და დღეს ასევე ბათუმის თეატრში გაიხსნა კიდევ ერთი საინტერესო სეზონი და ქართული თეატრი არის უსასრულო ჯაჭვი, რომელსაც ძალიან ბევრი საინტერესო რაღაც შეუძლია შეთავაზოს ქართულ მაყურებელს. ულოცავ ყველა ქართულ თეატრის დღეს, ასე ვთქვათ, და დღევანდელი პრემიერა ის რას მაგაც სანერვიულო იყო, იმიტომ რომ დიდი ხანი სეზონი არ ქონდა გასვლილი, დღეს აი ესეთ შესანიშნავ დღეს გავხსენით. სეზონი დიაშვილი იმითია ძალიან დიდი და ყოველთვის ვამბობ, რომ ის იძლევა საშუალებას საუკუნეების მანძილზე ატრიალო ისე როგორც ჩვენ გინდა. მაყურებელმა მიიღო იმდენად კარგად, ისე სწორად, ისე გადასარევად, რომ ის რეაქციები ზუსტად იქ იყო, სადაც უნდა ყოფილიყო. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. სხვა სიახლეებში შეგიძლიათ გაიცნოთ ჩვენს ვებგვერდზე. რუსთავი 2.gmail განახლებული ინფორმაციით დაგიბრუნდებით 9 საათს.